Almavit ჩვენს შემდეგ სტუმარს ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი სტუმრობს სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბიძინა, რომ გამოყავით დრო და მოგბრძანდით სტუდიაში. მოკლედ, სოფლიო შოქშია ტრამპის, ასე ვთქვათ, სატარიფო ომის შედეგად, რომელიც მან სოფლიოს გამოუცხადა. სავარაუდოდ პასუხებიც არ დააყოვნებს, იქნება სარკისებური ეფექტი ალბათ, იმიტომ რომ გაკეთდა ამის შესახებ განცხადებები. როგორ ფიქრობთ, აი იმ სოფლიოს გადანაწილების რა სქემასთან გვაქვს საქმე, ზოგადად ასე რომ ვთქვათ, რა რისკი არსებობს, რომ მოხდება ინფლაცია, ან შესაძლოა რაღაც სახის სავაჭრო ეკონომიკური სისტემა დარტყმა განიცადა ფაქტია და ემუქრება თუ არა მას ჩამოშლა და აქვე არის ერთი საინტერესო დეტალი. სანქციები არ დაუწევს და რუსეთს, კუბას, ბელორუსს და თუ არ ვცდები, ჩრდილოეთ კორეას, მაგრამ ეს მიზეზითო, როგორც ახსნეს, ისედაც მოქმედებს სანქციები ამ ქვეყნთან მიმართებაში. ესე იგი, რაღაც სქემაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია ტრამპის ადმინისტრაციის, ტრამპის პერსონასთან და ამ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან რაიმე სქემატური მოქმედებები მათ ნაკლებად აინტერესებს, ტოვებს ძალიან სპონტანურად მოქმედი ადამიანის და სპონტანურად მოქმედი ადმინისტრაციის გარკვეული წევრების კონგლომერატის თან გვაქვს საქმე, რა ასე რომ ვთქვათ. ვინაიდან ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო დონალდ ტრამპმა, ფაქტიურად შლის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შინაარს და თვითონ ამ იდეას ამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და იმ დროს, როდესაც არც ერთი მთავარი პრობლემა, არც ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც დგას დღევანდელი კაცობრიობის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე, გადაჭრილი არ არის და არც ახლოს არ არის რაიმე პრობლემის მოგვარებასთან, არც დაუშვათ იქ ისრაელის და პალესტინის კონფლიქტი, არც ჰუსიტებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც დაიბომბა სულ რაღაც ერთი კვირის წინ. არის ძალიან მწვავე განცხადებები, საომარი მოწოდებები და განცხადებები ირანის წინააღმდეგ, რო არაფერი ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ პროქსი ომზე, ეს თვითონ აღიარეს და თვითონ თქვეს არა, ეს აქამდე ითვლებოდა რაღაც შეთქმულების თეორიით, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ განაცხადეს ოფიციალურად, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ამ ომს უკრაინის ხელით, ყველაფერი დადგა და დაალაგდა ისე როგორც რეალობაშია. არც ერთი ეს პრობლემა მოგვარებული არ არის და ამ დროს შემოდის ეს თემა, რომელიც ძალიან რთულ და ძალიან დიდ კატაკლიზმებს გამოიწვევს ეკონომიკაში, ფინანსური ბაზრებზე ექნება გავლენა ასევე სასაქონლო წარმოების და ესე იგი თვითონ საქონლის ღირებულების მკვეთრ ზრდასთან. ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას დაიწყებენ ის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ორიენტირებული იყვნენ იმ სქემაზე, რომელიც სქემაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელით იყო ორგანიზებული და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ უფრო დიდი იმპულსი შეიძინოს ბრიქსმა გაერთიანებამ, რომელიც რაღაც ძალიან ისეთი ჭრელი კონგლომერატით იყო შემდგარი, მაგრამ ქვეყნები ალბათ ეხლა უფრო მეტად აფიქრდებიან ერთმანეთთან თანამშრომლობაზე და იმ საერთო ვალუტის შემოღებაზეც, რომელიც ძალიან ჭირდა ბრიქსის ანუ დოლარის და ევროს გარდა შესაძლოა ბრიქსმა თავისი ვალუტა შემოიტანოს. მე არ გამოვრიცხავ ამას, რა თქმა უნდა, ეხლა ამის დარწმუნებით თქმა რთულია, ვინაიდან იქ სხვადასხვა ინტერესების ქვეყნები მონაწილეობენ. თავარი კიდევ რა არის, იცით რომ დონალდ ტრამპმა თავის დროზე განაცხადა, რომ დიფერენცირებული მიდგომა ექნებოდა ქვეყნებთან, როდესაც ის შემოიღებდა ტარიფებს. ეხლა როგორც ხედავთ, ევროკავშირის წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები ძალაშია, როგორც იტალიისთვის, ასევე დაუშვათ უნგრეთისთვის, ასევე სლოვაკეთისთვის და ასევე გერმანიისთვის. ამ დროს ის 10%-იან ტარიფს უწესებს, მხოლოდ ბრიტანეთს, რომელიც დღეისათვის დაუშვათ მის მოკავშირედ არ შეიძლება რომ ჩავთვალოთ ვისი პოლიტიკის მიმდევრად. 10%-იანი საქართველოსაც რომ გადმოვერთოთ, მინდა საბაზისო ტარიფია, ასე ვთქვათ. დიახ, საბაზისო ტარიფი მოქმედებს. ზოგადად შესაძლებელია ამ ყველაფერში იკვეთებოდეს deep state-ის
ასე ვთქვათ, გავლენა. იმიტომ რომ დღეს ბევრმა ანალიტიკოსმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია წნეხი უფრო გაიზარდოს და უფრო მეტ შემოტევას ველოდოთ საქართველოსთან მიმართებაში Deep State-ის მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე არ გამოვრიცხავ ამას, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არ არის ადვილი გასეირნება. დიახ, რა რეალურ ნაბიჯებს ერით ამ შემთხვევაში ახალი ადმინისტრაციისგან ისეც, რაც დაგარწმუნებთ, რომ ბრძოლა მაგალითად Deep State-თან დაწყებულია. Deep State-თან ბრძოლა მათ დაიწყეს პირველი 2-3 კვირა, ისინი დიდი ნაბიჯებით მიდიოდნენ წინ, რომ მის საცეცები მოეშორებინათ მსოფლიო ორგანიზაციების, როგორც იყო USAID და სხვა ის ფონდები, რომლებიც აფინანსებდნენ ძალიან ცუდ საქმიანობას საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ შემდეგ ეს შეწყდა თითქოს რაღაც ჯადოსნური ჯოხის დაკნევით და ისინი მათ გააკეთეს რაღაც შემოbrunება, თითქოს ერთგვარი მუხრუჭი განიცადეს და სტაგნაციაში შევიდა ეს ბრძოლა და როგორც ჩანს ეს Deep State არც ბაიდენის დროს შექმნილა და ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც ძალაში იყო და ეხლაც ისევ ძალაშია. ამიტომ მეც ვამბობდი და სხვაებიც აღნიშნავდნენ ამას, რომ არ იქნებოდა ეს ადვილი გასეირნება. Deep State დღეისათვის ძალიან ძლავრად მოკალათებულია ევროკავშირში. საქართველოს მისამართით რა საფრთხეებს? საქართველოს მისამართით საფრთხეები შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკურ საფრთხეებს და რაიმე სამხედრო ინტერვენციას, რაიმე ულტიმატუმებს მე პრაქტიკულად გამორიცხავ, ყოველ შემთხვევაში ამ თვალმისაწვდომ მანძილზე არ ჩანს ესეთი რამ, მაგრამ ეს იქნება იგივე აი სანქციების და ესეთი იძულებითი რაღაცა მათრახის პოლიტიკის გაგრძელება, როგორცაც აკეთებდა ბრიუსელი და ვაშინგტონი ერთად. ვაშინგტონი შეიძლება ეხა პირდაპირ ისე ჩართული აღარ იყოს, მაგრამ ეს ორჭოფობა, ეს დამოკიდებულება, რომ აი თითქოს აქ არაფერი არ ხდება, თითქოს საქართველოს მანამდე არ იყო უთანასწორო ბრძოლაში როგორც დავითი და გოლიათი იმ Deep State-თან, რომელიც მართავდა და რომელზეც ლაპარაკობდნენ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, აი ბოლოხანს მათ ცოტა ეს მიმართულება და ეს მიმართულება მათ შედარებით გადადეს, თითქოს და უფრო სხვა პრობლემების მოგვარება რომ დაეწყოთ მათ შეიძლება ეს გასაგებიც ყოფილიყო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სხვა პრობლემებად რჩება და პლუს ზედ დაემატა ეხლა ეს სატარიფო ომი, რომელიც უფრო ღრმა და უფრო ეს პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც გარკვეული სამხედრო დაპირისპირებებით წარმოიშვას ამ ნიადაგზე. კი ბატონო. დღეს მაგალითად ზაზა შათერიშვილი თავის წერილში აღნიშნავდა, რომ გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ ევროპას იყენებსო. რა მიგაჩნიათ მაგალითად გამოსავლოთ, რომ საქართველოს არ იქცეს მსოფლიოს დიდი მოთამაშეების, აი უბრალო პაიკად და ურთიერთ შანტაჟის იარაღად. ჩვენ ორიენტაცია უნდა გავაკეთოთ. მე რამდენჯერმე ვთქვი ეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სხვაებიც ამბობენ ახლა მე ის კი არა ვარ დაუშვათ ეს რაიმე დოქტრინა კი არ შევიმუშავებია, მაგრამ ეს არის ჩვენი წითელი ხაზები დაწესებული, რომელიც უნდა ჩვენ გავაძლიეროთ და ეს უნდა იყოს რეგიონალური თანამშრომლობის უფრო გაძლიერება ჩვენს მეზობლებთან. 3+3 ფორმატი ძალიან კარგია, მართალია ეს ჯერჯერობით საკონსულტაციო ფორმატია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მივიღოთ აქ მონაწილეობა ფორმატში, სადაც ჩვენზე ლაპარაკობენ და ჩვენ იქ არა ვართ. და ეს არის რაღაც აბსურდი ფაქტიურად, ეს არაფერს ჩვენ არ გვავნებს იქ მონაწილეობა, საერთოდ რეგიონალურ ფორმატში და რეგიონალურ თანამშრომლობებში გააქტიურება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც ქიმერების და რაღაც წარმოსახვით ორგანიზაციებში დაუშვათ სწრაფვა, რომელსაც არც კონტინენტალურად, გეოგრაფიულადაც არ ეკუთვნის საქართველოს. 3+3 ფორმატში ცოტა საფრთხეებს ხედავენ, ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ამაზე აპელირებს და აქედან საფრთხე ყველგანაა, ოპოზიცია რო ყვავდეს, რა გვიჭირს ჩვენ. ოპოზიცია არ არის, ეს არის აი Deep State-ის მიერ დაქირავებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დადიან და რაღაც აბრაგუნებენ დოლზე და რაღაც რეპრესიულ არის მათი მხრიდან რაიმე საფრთხე, როგორ ფიქრობთ? ოპოზიციის მხრიდან, რომელიც Deep State-ზე მუშაობენ. მაგათგან კარგს ჩვენ არ უნდა ველოდეთ არაფერს. კონსტრუქციულს, კარგს, კრიტიკას
ან რაიმე ახალ პოლიტიკურ დღესასწაულს ჩვენ მათგან არ უნდა ველოდეთ, მათ ეს არ შეუძლიათ, უბრალოდ რა დავალებასაც იღებენ გარედან, რისთვისაც ფულს უხდიან, იმას ასრულებენ ისინი, შეძლებიც დაგვარად, კარგად ვერ ასრულებენ. შემოდგომაზე როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურ ველზე იქნებიან? შემოდგომაზე პოლიტიკურ ველზე არ უნდა იყვნენ ეგენი, შემოდგომაზე არჩევნებში, როგორც თვითონ თქვენს არ მონაწილეობენ და ეხა თუ არჩევნებამდე 2 დღით ადრე გადათქვავენ ამას და იტყვიან რომ არა კი მონაწილეობ და უკვე ვეღარ მოასწრებენ იმას რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია საქართველოში, თუმცა მათ არჩევიათ საქართველოში საარჩევნო კამპანიის წარმოება, ისინი უფრო გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ და გარეთ აწარმოებენ ხოლმე საარჩევნო კამპანიებს. ნახოთ, საკმაოდ ისეთი ლავირება მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გამოიჩენს თავის სიმტკიცეს და კიდევ ერთხელ იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ისევე აარიდებს საქართველოს საფრთხეებს, როგორც ეს შეძლო მან ამ 3 წლის განმავლობაში. ბოლო 3 წელი იყო განსაკუთრებით турბულენტური უკრაინის ომის ფონზე იყო საშინელი წნეხი საქართველოსზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში საუბრობდა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი.